დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლისდა ფსიქოლოგიის თემაზე. ლეპტოსპიროზი. ლეპტოსპიროზი შინაურ ცხოველებში საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ლეპტოსპირას გვარის ბაქტერიებით. ის აზიანებს სხვადასხვა სახეობის ცხოველებს, მათ შორის ძაღლებს, კატებს, მსხვილფეხარ რქოსან პირუტყვს, ღორებსა და ცხენებს. ლეპტოსპიროზი ზოონოზური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გადაეცეს ცხოველებიდან ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე პრევენციული ზომების მიღება. დაავადების მიზეზები. ლეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერიები გარემოში ხვდება ინფიცირებული ცხოველების შარდით. ბაქტერიები კარგად ცოცხლობენ ნესტიან გარემოში, განსაკუთრებით წყალში და ტალახში. დაავადების გავრცელების ძირითადი გზებია: პირდაპირი კონტაქტი, ინფიცირებული ცხოველის შარდთან, სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტი. არაპირდაპირი კონტაქტი, დაბინძურებულ წყალთან, ნიადაგთან ან საკვებთან კონტაქტი. დაზიანებული კანი ან ლორწოვანი გარსები, ბაქტერიები ორგანიზმში შედიან კანის ჭრილობებით, აბრაზიებით ან ლორწოვანი გარსების, მათ პირის ღრუს, ცხვირის საშუალებით. ინფიცირებული მღრღნელები, განსაკუთრებით ვირთხები, ხშირად არიან ლეპტოსპირების მატარებლები და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დაავადების გავრცელებაში. სქესობრივი გზით, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია დაავადების გადაცემა სქესობრივი კონტაქტით. ლეპტოსპიროზი შეიძლება განვითარდეს თითქმის ყველა შინაურ ცხოველში, თუმცა ზოგიერთი სახეობა უფრო მგრძნობიარეა დაავადების მიმართ, ვიდრე სხვები. ძაღლებში ლეპტოსპიროზი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გავრცელებულია ვირთხები და დაბინძურებული წყლის წყაროები. ძაღლები შეიძლება დაინფიცირდნენ დაბინძურებული წყლის დალევით, დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტით, ან ინფიცირებულ ცხოველებთან ურთიერთობით. კატები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ლეპტოსპიროზის მიმართ, ვიდრე ძაღლები, თუმცა დაავადება მაინც შესაძლებელია. სიმპტომები კატებში, როგორც წესი, უფრო მსუბუქია. მსხვილფეხარ რქოსანი პირუტყვი, ლეპტოსპიროზი იწვევს რეპროდუქციულ პრობლემებს, მაგ აბორტებს, მასტიტს, ძუძუს ჯირკვლის ან თებად და რძის წარმოების შემცირებას. ღორები, ლეპტოსპიროზი იწვევს აბორტებს, მკვდრად შობადობას და სუსტი გოჭების დაბადებას. ცხენები, ლეპტოსპიროზი იწვევს უეიტს, თვალის ანთება, აბორტებს და თირკმელების დაზიანებას. ლეპტოსპიროზის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმის, ცხოველის სახეობისა და ასაკის მიხედვით. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები. ზოგადი სიმპტომები: მაღალი სიცხე, მადის დაკარგვა, დეპრესია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, კანკალი, თირკმელების დაზიანების სიმპტომები, გახშირებული შარდვა, დეჰიდრატაცია, წყურვილი, შარდში სისხლის არსებობა, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები, სიყვითლე, კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება, ღებინება, მუცლის ტკივილი. სხვა სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ხველა, სისხლდენა, მაგ ღრძილებიდან, ცხვირიდან, უვეიტი, თვალის ანთება, აბორტი ორსულ ცხოველებში. ლეპტოსპიროზის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, სიმპტომურ მკურნალობას და დამხმარე თერაპიას. მკურნალობის მიზანია ბაქტერიების განადგურება, ორგანოების ფუნქციის შენარჩუნება და გართულებების პრევენცია. ანტიბიოტიკოთერაპია. დოქსიციკლინი, ეს არის პირველი რიგის ანტიბიოტიკი ლეპტოსპიროზის სამკურნალოდ ძაღლებსა და კატებში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცხოველის წონაზე და მდგომარეობაზე. ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 5-10 მგ-ზე დღეში ორჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში. პენიცილინი ან ამპიცილინი, ეს ანტიბიოტიკები შეიძლება გამოყენებულ იქნას დოქსიციკლინის ალტერნატივად ან კომბინაციაში. ისინი ეფექტურია ლეპტოსპირების საწყის ფაზაში, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია ქრონიკული ინფექციის დროს. აზითრომიცინი, ეს მაკროლიდური ანტიბიოტიკი შეიძლება გამოყენებულ იქნას კატებში, რომლებსაც არ შეუძლიათ დოქსიციკლინის მიღება. სიმპტომური მკურნალობა. ინტრავენური სითხეები, დეჰიდრატაციის და ელექტროლიტური დისბალანსის კორექციისთვის. ანტიემეტიკები, ღებინების შესამცირებლად, მაგ, მაროპიტანტი, მეტოკლოპრამიდი.
კუჭის დამცავი საშუალებები, კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად, მაგ ომეპრაზოლი, ფამოტიდინი. ტკივილგამაყუჩებლები, ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგ ბუპრენორფინი, მელოქსიკამი. ჰეპატოპროტექტორები, ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მაგ სილიმარინი, ადემეტიონინი. დამხმარე თერაპია. სისხლის გადასხმა, მძიმე ანემიის დროს. დიალიზი, თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს. ჟანგბადის თერაპია, სუნთქვის პრობლემების დროს. კვებითი მხარდაჭერა, თუ ცხოველი უარს ამბობს ჭამაზე, საჭიროა იძულებითი კვება ან პარენტერალური კვება. რჩევები. ვაქცინაცია, რეგულარულად აცერით თქვენი ძაღლი ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო ვაქცინით. ხელმისაწვდომია ვაქცინები, რომლებიც იცავენ ლეპტოსპირების რამდენიმე სეროტიპისგან. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ძაღლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის ზონებში ან ხშირად კონტაქტობენ წყალთან და ნიადაგთან. ჰიგიენა, დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით ცხოველების შარდთან ან სხვა სითხეებთან კონტაქტის შემდეგ. მღრღნელების კონტროლი, გააკონტროლეთ მღრღნელების პოპულაცია თქვენს სახლში და ეზოში. გამოიყენეთ სატყუარები და ხაფანგები ვირთხებისა და თაგვების გასაკონტროლებლად. წყლის წყაროების დაცვა, შეეცადეთ, თქვენს ცხოველებს არ ჰქონდეთ წვდომა დაბინძურებულ წყლის წყაროებთან, როგორიცაა გუბეები, ტბები და მდინარეები. იზოლაცია, თუ თქვენს ცხოველს დაუდგინდა ლეპტოსპიროზი, ის იზოლირებული უნდა იყოს სხვა ცხოველებისგან და ადამიანებისგან, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. ვეტერინართან კონსულტაცია, თუ თქვენს ცხოველს აქვს ლეპტოსპიროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. პრევენცია ადამიანებში ლეპტოსპიროზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, დაბინძურებულ წყალთან კონტაქტის თავიდან აცილება და დამცავი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება სველ გარემოში მუშაობისას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლეპტოსპიროზი სერიოზული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ვეტერინარის რეკომენდაციების ზუსტად შესრულება და პრევენციული ზომების მიღება დაგეხმარებათ თქვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და დაავადების გავრცელების თავიდან აცილებაში. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.